მოდით დღეს ერთად ჩაუღრმავდეთ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანას, მონღოლთა იმპერიას. აი, დაფიქრდით, როგორ შეეძლო მომთაბარე ხალხს, რომელსაც არც რესურსები ჰქონდა და არც დიდი რიცხვი, შეექმნა მსოფლიოში უდიდესი იმპერია. მოდით ერთად გავარკვიოთ. ეს ხომ უბრალოდ ისტორიული კითხვა კი არა, ნამდვილი პარადოქსია. როგორ ხდება, რომ ხალხი, რომელიც მოდი პირდაპირ თქვათ, რუკაზე თითქმის არც კი ჩანდა, ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს ბატონ-პატრონად იქცა. 24 მილიონი კვადრატული კილომეტრი. აი უბრალოდ სადეთ და წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი. რომ გაგიადვილდეთ, გეტყვით, რომ ეს თითქმის მთელი მთვარის ზედაპირის ფართობია. ერთი მუჯა მომთაბარეებმა დაიპყრეს ტერიტორია, რომელიც ფაქტობრივად კოსმოსურ მასშტაბებს უწოლდება. ხომ ხვდებით, რატომ არის ეს ამბავი ასეთი დამაინტრიგებელი? მონღოლთა არმია არ იყო უბრალოდ ჯარი. წარმოიდგინეთ, ეს იყო სტიქიური უბედურება, რაღაც ცუნამის ან მიწისძვრის მსგავსი, რომელიც მთელ კონტინენტებს გადაუვლიდა. მარტო მათი სახელის გაგონება თესავდა შიშს ქალაქებში, სანამ მათი ცხენები ჰორიზონტზე გამოჩნდებოდნენ. მაგრამ აი, თავარი კითხვა: როგორ? რა საიდუმლო იარაღი ჰქონდათ მათ ხელში? კარგი, დროა საქმეს შეუდგეთ. მოდით ჩვენი დეტექტიური გამოძიება დავიწყოთ და შევაგროვოთ სამხილები, რომ ამ ერთი შეხედვით შეუძლებელი ამბის საიდუმლოს ფარ დაავხადოთ. დავიწყოთ პირველი სამხილით. და ეს დამიჯერეთ, არც ხმალია და არც შუბი. ეს არის მათი მიწა, სტეპი. მთელი საიდუმლო სწორედ იქ იმალება, იმ გარემოში, რომელმაც ისინი გამოძერწა. წარმოიდგინეთ, მონღოლური სტეპი. ეს არაა რაღაც ლამაზი მინდორი. ეს არის ნამდვილი სამჭედლო. ადგილი, სადაც ზამთარში ძვალი გეყინება, ზაფხულში კი მზე გწვავს. გადარჩენისთვის აქ ყოველდღე უნდა იბრძოლო და სწორედ ამ ბრძოლამ გამოჭედა ხალხი, რომელმაც სხვანაირი იყო. ბევრად უფრო ძლიერი, გამძლე და კი დაუნდობელიც. და აი, საოცრება. მათ ეს ნაკლოვანებები თავის უდიდეს უპირატესობად აქციეს. დაფიქრდით, ევროპელი რაინდი წლებს ანდომებდა, რომ ცხენზე ჯდომა და მშვილდის როლა ესწავლა, ხო? მონღოლისთვის კი ეს ყველაფერი სუნთქვასავით იყო. ისინი ფაქტობრივად ცხენზე იბადებოდნენ. მათთვის ომი სამსახური კი არ იყო, არამედ უბრალოდ ცხოვრება. კარგი, გასაგებია, რომ ძალიან გამძლე ხალხი იყო, მაგრამ მხოლოდ ამით იმპერიას ვერ ააშენებ. ამას ჭირდება რაღაც უფრო მეტი, რაღაც მანქანასავით. და აი მივადექით ჩვენს მეორე სამხილს, მონღოლების აბსოლუტურად შეუჩერებელ სამხედრო მანქანას. რა იყო ამ მანქანის გული და სული? ცხენოსანი მშვილდოსანი. დაივიწყეთ ახლა ეს მძიმე აბჯარში ჩამჯდარი ევროპელი რაინდები. მონღოლები სულ სხვა რამე იყო. ისინი ქარიშხალს გავდნენ. წარმოიდგინეთ, მოვლოდნელად გამოჩნდებოდნენ, ისრების ცეტყვას დაგაყრიდნენ და ისევე უცებ გაქრებოდნენ, სანამ ტერის საერთოდ აზრე მოვიდოდა რა ხდება. მათი ნამდვილი გენიალურობა ტაქტიკაში იყო. ისინი ბრძოლას კი არ აწარმოებდნენ, არამედ ჭადრაკის პარტიას თამაშობდნენ, ოღონდ ბევრად სასტიკს. აი მათი სცენარი. პირველი ფსიქოლოგიური შეტევა. გზავნილი მარტივია, ან ნებდები, ან საერთოდ გაქრები. თუ მტერი მაინც გაჯიუტდა, იწყება მეორე აქტი, მოჩვენებითი უკან დახევა. ეს გენიალური ხრიკი იყო. მტერს აპიქრებინებდნენ, რომ იმარჯვებდნენ, აიძულებდნენ გამოჰყიდებოდნენ და პირდაპირ ხაფანში შეიტყუებდნენ. და მერე უკვე მესამე აქტი დგებოდა, სრული, ტოტალური განადგურება. და აი ესაა მთავარი, რაც უნდა გავიგოთ. სტერეოტიპი, რომ მონღოლები უბრალოდ ველური ბარბაროსები იყვნენ, სრული სისულელეა. ისინი იყვნენ ბრძოლის ველის ინჟინრები, ნამდვილი დიდოსტატები. მათი ყველაზე ბასრი იარაღი ხმალი კი არა, ტვინი იყო. აი ერთი წამით წარმოიდგინეთ თავი იმ დროინდელი ევროპელი რაინდის ადგილას. მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ, რომ ბრძოლა პირისპირ პატიოსნად უნდა მოიგო, ხო? და უცებ შენს წინ ჩნდება მტერი, რომელსაც ეს წესები საერთოდ არ აინტერესებს. ის ჩნდება არსაიდან, ისრებს ბესვრის და ქრება. ეს უბრალოდ ბრძოლა კი აღარ იყო მათთვის, ეს იყო ნამდვილი კოშმარი. კარგი, გვაქვს უძლიერესი ხალხი, გვაქვს გენიალური ტაქტიკა, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება ერთი რამ, ლიდერი, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს ეს ძალა. და ეს მიგვიყვანს ჩვენს ბოლო და ალბათ ყველაზე გადამწყვეტ სამხილთან, ჩინგისხანის გონებასთან. მოისმინეთ, რას ამბობდა თავადის. მე ღმერთის სასჯელი ვარ. უდიდესი ცოდვები რომ არ ჩაგედინათ, ღმერთი ჩემნაირ სასჯელს არ მოგივლენდათ. ეს სიტყვები უბრალოდ მუქარა არ არის. ხვდებით? ეს არის მთელი მსოფლმხედველობა. მას ჯეროდა, რომ მისი მისია ღვთისგან იყო ბოძობილი, გაერთიანებინა სამყარო, თუნდაც ცეცხლითა და מחვილით. მაგრამ მისი მთავარი გენიალურობა ალბათ სულ სხვა რამეში იყო.
წარმოიდგინეთ ეპოქა, სადაც ყველაფერს წყვეტდა ის, თუ ვის ოჯახში დაიბადე. და ამ დროს ჩინგიზხანმა შექმნა სისტემა, სადაც შენს წარმომავლობას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თავარი იყო ნიჭი, ჩვეულებრივი მწყემსიც კი შეიძლებოდა გენერალი გამხდარიყო, თუ კი საუკეთესო იყო. ამან რა შექმნა იცით? არა უბრალოდ არმია, არამედ ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი, სადაც ყველა თავის ადგილას იყო და ზუსტად იცოდა, რომ ეს ადგილი დაიმსახურა. ესე იგი, სამხილები შეგროვებულია, გვაქვს სტეპის მიერ გამოწრთობილი ხალხი, გვაქვს გენიალური სამხედრო ტაქტიკა და გვყავს რევოლუციონერი ლიდერი. ახლა დროა ეს სამი ნაწილი ერთმანეთს დაუკავშიროთ და საბოლოოდ გავშიფროთ, რა არის დაპყრობის ფორმულა. პასუხი, როგორც ხვდებით, ერთ კონკრეტულ რამეში არ არის. ეს იყო, იცით, სრულყოფილი შტორმი. აი, როცა რამდენიმე უძლიერესი ფაქტორი ერთდროულად იყრის თავს. ანუ, ხალხი, რომელიც თავად ბუნებამ შექმნა ომისთვის. ტაქტიკა, რომელიც თავის დროს საუკუნეებით უსწრებდა. და ლიდერი, რომელმაც ეს ყველაფერი ერთ უზარმაზარ გამანადგურებელ ძალად აქცია. ასე რომ საბოლოო ჯამში მონღოლთა იმპერიის აღზევება შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა. ეს იყო თითქმის გარდაუვალი შედეგი იმისა, რომ სწორი ხალხი, სწორი იდეებით, ისტორიის სწორ მომენტში აღმოჩნდა. ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი უიშვიათესი სინერგია, როდესაც ყველა კომპონენტი ერთმანეთს კი არ ემატებოდა, არამედ ამრავლებდა. და ეს ყველაფერი გვიტყოვებს ერთ ძალიან საინტერესო კითხვას, რომელზეც დაფიქრება ღირს. საბოლოო ჯამში რა არის უფრო გადამწყვეტი მემკვიდრეობის შესაქმნელად? მკაცრი გარემო, რომელიც ძლიერ ადამიანებს ბადებს, თუ გენიალური გონება, რომელიც ამ ძალას სწორ მიმართულებას აძლევს? ანუ, ძალა თუ ხედვა? ამ კითხვაზე პასუხი მგონი მაშინაც რთული იყო და დღესაც არანაკლებ აქტუალურია.